ღირსი სილუან ათონელი. დიდი მეცნიერება. სანამ სოფელში ვცხოვრობთ, მტრებთან ბრძოლა უნდა ვისწავლოთ. ყველაზე ძნელია ხურცის მოკვდინება ღვთისათვის და თავის მოყვარების დათრგუნვა. თავის მოყვარება რომ დავთრგუნოთ, აუცილებელია მუდმივი თავის დამდაბლება. ეს დიდი მეცნიერებაა, რომელსაც ადვილად ვერ შეითვისებ. საკუთარი თავი ყველაზე უარესად უნდა შერაცხო და ჯოჯოხეთისთვის განსაჯო. ამით სული დამდაბლდება და სინანულის გლოვა გაჩნდება, საიდანაც სიხარული იშვება. კარგი იქნება სული ამ აზრს მივაჩვიოთ, მე ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვევი. ვაი რომ ცოტა თუ ხდება ამას. ბევრი სასოწარკვეთილებაში ვარდება და იღუპება. მათი სულები ველურდება და მერე აღარც ლოცვა უნდათ, აღარც კითხვა და მეტიც, ღმერთის გახსენებაც კი აღარ სურთ. თავი უნდა განიკითხო, მაგრამ ღვთის სიყვარულისა და მოწყალების იმედი არ უნდა დაკარგო. დაბალი და შემოსრული სული უნდა მოიხვეჭო, მაშინ ყველა გული სიტყვა გაგეცლება და გონება განიწმინდება. მაგრამ ამასთან საკუთარი ზომა უნდა იცოდე, რათა სულს იმაზე მძიმე ტვირთი არ დაადო, ვიდრე შეუძლია ზიდოს. თავი შეისწავლე და სულს მისი ძალის შესაბამისი ღვაწლი დაუწესე. ყველა სული ერთნაირად ძლიერი როდია, ზოგი ქვასავით მაგარია, ზოგი კვამლივით სუსტი. ამ კვამლს გვანან სწორედ ამპარტავანი სულები. როგორც ქარი ერეკება კვამლს საითაც უნდა, ისე იზიდავს ეშმაკი ამპარტავნებს იქით, საითაც თვითონ სურს, რადგან ან მოთმინება არ აქვთ, ან მტერი ადვილად ატყუებთ. დაბალი სულები კი უფლის მცნებებს იცავენ და მტკიცედ დგანან, წყალქვეშა კლდეებივით ტალღები რომ სცემენ. ისინი ღვთისნებას არიან მინდობილნი და გონებით ღმერთს ჭვრეტენ, ამიტომ უფალი აძლევს სულიწმინდის მადლს. ვინც მცნებების თანახმად ცხოვრობს, იმას ყოველ წუთს და ყოველ წამს ესმის ღვთის მადლის ხმა თავის სულში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გრძნობენ მის მოსვლას. ღვთის სიყვარული ვინც შეიცნო, იტყვის, მცნებები ვერ დავიცავი, თუმცა დღედაღამ ვლოცულობ და ვცდილობ სიკეთე ვაკეთო, მაგრამ ღმერთის სიყვარულის მცნება ვერ დავიმარხე. მხოლოდ იშვიათად ვახერხებ ღვთის მცნების დაცვას, მაგრამ სულს უნდა რომ მუდამ ეს საქმე აკეთოს. როცა გონებას უცხო აზრები ერევა, ის ღმერთზეც ფიქრობს და ნივთიერზეც. შესაბამისად მცნება რომ მთელი გულით და გონებით გვიყვარდეს ღმერთი, მთლიანად ვერ სრულდება. მაგრამ როცა გონება მთლიანად ღმერთშია და სხვა გული სიტყვები არ ერევა, მაშინ პირველი მცნება სრულდება, თუმცა არა ბოლომდე. ღვთის სიყვარული სხვადასხვა სახისაა, ვინც ბოროტ გული სიტყვებს ებრძვის, იმას თავისი საზომის შესაბამისად უყვარს ღმერთი. ვინც ცოდვას ებრძვის და შესთხოვს ღმერთს, მისცეს ძალა რომ არ შესცოდოს, მაგრამ კაცობრივი უძლურების გამო მაინც ცოდავს, სწუხს ამის გამო და ინანიებს. იმას სულისა და გონების სიღრმეში აქვს მადლი, მაგრამ ვნებები ჯერაც ვერ დაუთრგუნავს. ხოლო ვინც ვნებებს სძლია, იმას უკვე აღარ აქვს ბრძოლა, არამედ ყოველნაირად იცავს თავს, რათა არ შესცოდოს. ასეთ კაცს დიდი და ხელშესახები მადლი აქვს. მაგრამ ვინც გრძნობს მადლს სულშიც და ხორცშიც, ისაა სრული კაცი. და თუ ამ მადლს დაიმარხავს, მისი ხორცი განიწმინდება და წმინდა იქნება.